მეტა ერთი რა აზრი აქვს. მიდი აბანახე მაინც. დეორში. როგორ ვართ? როგორც ვართ? როგორც ამხედავთ, როგორც ბებია ჩემი იტყოდა ხოლმე, როგორც ამხედავ, აი ეგრე ვარ. გადააზიარეთ მეგობრებო. კარგად უნდა ვიყოთ ჩემო ძვირფასებო, კარგად. ერთხელ. ой, მოკლედ ჩამოვედით ძალიან მოგვენატრა ლაივები, მოგეხსენებათ იქიდან ძალიან ძნელი და შეუძლებელიც იყო ლაივებში და ზოგადად რაღაცის დადება, იმიტომ რომ არ გქონდა ინტერნეტი და ეს კავშირის ინტერნეტთან. მოკლედ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ სელფის სიმბარათი და ინტერნეტი. იმიტომ რომ მხოლოდ საბერძნეთში ცოტათი დაიწილა. ანუ ძალიან გავწვალდით. სუტყვილად გადაყრილი 50 ლარი იყო. მადლობა ყველა. გოგოისი. ხოდა აი არა და არა. ბონდოს ქონდა სხვა რაღაც ინტერნეტი, რომელიც ასე თუ ისე იჭერდა მაინც როუმინგი. ხოდა რა ვიცი, აი სელფის არ ვიცი ზუსტად რომელი ის ქონდა. რომელი ქსელი. და ისე რა ქვია. გაუტუჩეო. რაგისვია ტუჩზე გადავირიე ფერზეო. ტუჩზე მისვია მეგობრებო 3 თუ 4 რაღაცა. ჯერ ერთი ესე მოხატული მაქვს ყავისფერი ფერით. ზევიდან მისვია მუქი ყავისფერი თვალის ფანქარი, შიგნიდან მისვია ვარდისფერი და აი აქ წავისვი წითელი ოდნავ ერთი ის რომ ესე ლამაზად ყოფილიყო გადასვლა. ეხლა უკვე დაღლილი ვარ და არ ჩანს კარგად, მაგრამ რა ვიცი, რეალობაში სხვანაირად გამოვიყურებ, მართლა ოღონდ. აი, რომელი ვიდეოც არ უნდა იყოს, რომელი ფოტოც არ უნდა იყოს, რა ვიცი, სარკეში უფრო მომწონს ჩემი თავი, მინდა გითხრათ. ასე რომ რა ვიცი რა. ყველას მადლობა თბილის სიტყვებისთვის. ხოდა ხართ ძალიან გუყვარხართ. თქვენს ადგილას ყველას ავხდიდი ფარდას. აქ არის ესეთი კომენტარი. ამის მაგივრად ჩემო ძვირფასებო რომ ფარდა ავხადოთ. ჩვენ აუცილებლად დავწერთ ახალ სიმღერას. და ალბათ შემოქმედებაში გავაკეთებთ ჩვენი გრძნობების, ჩვენი ემოციების განცდილი ტკივილის სუბლიმაციას და იქ გარდავსახავთ ჩვენ ყველანაირ ემოციას. აი ზუსტად ეხლა თქვენ მომეცით იმის мотиваცია ამ წამს დამებადა ეს იდეა და გავაკეთებთ ამას. როდის გამოვა არ ვიცი, იმიტომ რომ ამ წამს მოვიფიქრე. აუცილებლად სიმღერა უნდა დაიწეროს და ალბათ ასე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხელოვანი ადამიანები, ჩვენ ვართ ცოტა სხვანაირი ადამიანები, ვიცით რომ გესხვანაირებით, ხო? ნუ სადღაცას ღრმა ბავშვობაში ეს იყო ერთგვარი რაღაც ისეთი ღიმილების მიზეზი, როდესაც აი ხო არიან ხოლმე რომ ბავშვები განსხვავდებიან
ხოლმე სხვა ბავშვებისგან და რაღაც ესეთი ცოტა ისინი რა ქვია გიშპოეტობენ ესეთები ვიყავით ხოლმე პატარობაში რომ გავიზარდეთ პრინციპში არაფერი არ შეიცვალა და როგორც ხედავთ ყოველდღიურად რაღაც ფატი ხედავთ კომენტარს ჩვენს ძალიან რაღაცების მსხვერპლები ხდებით იერიშების კიდე ხდებით ხოლმე მაგრამ ნუ რას ვიზავთ ეს არის ჩვენი ეს გზა ეს არის ჩვენი სათრევი ჯვარი და ანუ ღირსეულად უნდა გავიტანოთ ბოლომდე და ეს ნიჭი რაც გვაქვს ნაბოძები ხო მოგიხსენებათ რომ წერთ მოგიხსენებათ ვქმნით მუსიკას ალბათ არის რაღაც საფასური ცოტა უცნაურობა ამისი ანუ აქეთ რაღაცა არის ამის მეორე მხარე რა ამ მედლის და რა ვიცი გავაგრძელებთ იმ გზით სიარულს რომ ჩვენი ტკივილი ისევ და ისევ ვაქციოთ შემოქმედებად და რაღაც სილამაზეთ რა თქმა უნდა გემოვნება ყველა სხვადასხვანაირი აქვს მეგობრებო ვიღაცას მღვდელი მოსწონს ვიღაცას მღვდლის ცოლი ამ შემთხვევაში ვიღაცას მოსწონს ჩვენი შემოქმედება და ვიღაცას არ მოსწონს მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვართ ორიენტირებული პირველ რიგში იმაზე რომ შემოქმედება ეს არის საშუალება რომ შენი ემოცია გარდაქმნა და დაანახო სამყაროს პირველ რიგში შენ თავსაც როგორ შეიძლება იყოს შეგრძნებული ეს ყველაფერი სხვანაირად და მერე უკვე როდესაც შენ თვითონვე მოგწონს აუცილებლად აღმოჩნდებიან ის ადამიანები რომლების გულშიც ეს რაღაც იმას გამოიწვევს რაღაცა სიმს შეარხევს შეიძლება გამოჩნდნენ შეიძლება არ გამოჩნდნენ მაგრამ შენ ყოველ შემთხვევაში უნდა გააგრძელო შენი გზა თუ ამ გზას ირჩევ მიუხედავად სირთულისა და უნდა იარო წინ ვერ ვკითხულობ კომენტარებს ცოტა მოგვიანებით აუცილებლად წავიკითხებს ყველაზე გაგცემთ ის რა ქვია აუცილებლად შევეცდებით გაგცეთ პასუხი ყველანაირ კითხვაზე აქ რა წერია ვაფშე ვერ მივხვდი ნუ მოკლედ მინდა რადგან ემოციებზე ვლაპარაკობთ მინდა გაგიმხილოთ ჩემი ემოციები გადმოვცე ის რასაც მე ვგრძნობ ბოლო 24 საათის უფრო მეტი საათის განმავლობაში უკვე მეგობრებო რა ვიცი აღარ მახსოვს ჰაუსში თავიდან იცით თუ არა ანუ თავიდან ვიყავი ხოლმე ცოტა მტირალა და ტირალა ემოციური ხო და ანუ ძალიან ბევრი ცრემლი მაქვს დაღლილი და მე რო აღარ ყოფილიყო იმაზე манипуლირება რომ ჩვენ დრამებს ვდგავთ და რაღაცას ვაკეთებთ ვითხოვდი ხოლმე ვგთხოვთ გამიყვანეთ 5 წუთი ან საპირფარეში შევდიოდი, მაგრამ იქ ხმა ყოველთვის ისმოდა და გავდიოდი და ჩემ ემოციებს, ანუ გარეთ, ჰაუსის გარეთ იქ გამოვხატავდი, რომ როგორმე დავცლილიყავი, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იყო იმ ყველაფრის ატანა, რაც ჩვენს წინააღმდეგ ხდებოდა და როდესაც ტასომ მოკლედ გაიგონა რომ გარეთ ტიროდით აი ესე მოთქვით ტიროდით მაშინ დაიჯერა პირველად რომ თურმე ნამდვილი ყოფილა ყველაფერი და ეს არანაირი შოუს გულისთვის არ არის და მოკლედ ერთი სიტყვით იქ დაიჯერა ტასომ შეგიძლიათ კითხოთ ან თვითონ ყვება ხოლმე ამას როცა ვსაუბრობ და ვიხსენებთ ჰაუსის დროებას და ეხლა ძალიან ისეთი ტონი მაქვს, ანუ ვცდილობ რომ ვიყო ესეთი მოჭიმული, ლომი და მგელი ვიყო ის, რასაც ჩემგან ითხოვს საზოგადოება. ძალიან ბევრი SMS-ი მივიღე შენ ხომ მგელი და ლომი ხარ თინათინ გამაგრდი და ანუ ვცდილობ რომ როგორიც უნდათ ადამიანებს რომ დამინახონ ისეთი ვიყო, თუმცა ძალიან ბევრი ცრემლი დაუღარე წუხელს აქეთ ძალიან განვიცადე ის რაც მოხდა და არ შემიძლია ანუ ეს არ გადმოვთქვა ნუ იქ კომენტარები ნახეთ რაღაც კომენტარები ისევ და ისევ ჩაწერილი ვიდეოები ყველა ხდება რაზეც ვსაუბრობ არ დავაკონკრეტებ უბრალოდ ანუ
ჩვენთვის ორივესთვის და პირველ რიგში ჩემთვის, იმიტომ რომ ეხლა მოგეხსენებათ, ანუ უფრო ახლოს მე ვიყავი ლორენცოსთან, ხო? ანუ თავიდანვე, არ ვიცი, ერთი იმ ჰაუს თავიდან ბოლომდე უნდა უყურო და ვნახო ვაფშე როგორ იყო და რა იყო და რა ჩანდა და რა არ ჩანდა, მაგრამ ანუ ადამიანი არ მინდა ეხა მოყოლა ეს დაყვედრებები და ისინი არაფერს არ ვიტყვი, всё, ეხა მე ჩემ თავს ვაჩერებ. ყოველ შემთხვევაში, ანუ იმას ვიტყვი, რომ ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ იყო აი ძალიან საყვარლობა. აი მართლა სულ მესაყვარლებო და სულ რაღაცნაირად აი კუწუმუწუ და აი რა ვიცი რა, ნუ ხო შეიძლება რომ ხო შეიძლება რომ კონდეს რა, ნუ რაღაც თბილი ის და როდესაც ანუ ყველაზე საწყენი ის არის და მტკივნეული რომ იმისგან კი არა ვისთანაც რაღაც ნეიტრალურად ხარის ის ვისგანაც მოელოდები ან ვისგანაც არ მოელოდები ეგ არის ხოლმე რა თქმა უნდა მტკივნეული და ვერ ვკითხულობ კომენტარებს ცოტა მოგვიანებით მეგობრებო თავიდან ანუ დაწერეთ და ყველაფერს შევეცდებით წავკითხოთ გავცეთ პასუხი ხო და მოკლედ აი შოკში ჩავარდი, ანუ უბრალოდ პარალიზებული, აი ესე ვიწექი, გული ცუდად არაფერი არ შემეცნო, ანუ აი ვაფშე გავშეშდი. და აი პროსტა მიჩდება ერთადერთი რასაც ვიტყვი ჩემი ემოციების გარდა, ხო? ნუ ერთადერთი კითხვა მიჩნდება, რა ღირდა ეს კურსები, რომ აი ამ პიარის ფასად, კურსების, ქართმოძულე კურსების პიარის ფასად იყო გაყიდული და გაწირული ჩვენი მეგობრობა და ჩვენი წრფელი დამოკიდებულება. აი ეს კითხვა მიჩნდება, ხო? ანუ თუ ესე უჭირდა ადამიანს, რა ვიცი მე, საერთოდ საყოველთაოდ დაუდგებოდით ხარში და დავეხმარებოდით რა, ნუ მოკლედ. არა, ქალთმოძულე კურსების იმაში პიარში ნამდვილად არა, მე ფინანსურად ვიგულისხმებ, მაგრამ ალბათ ჯობდა იმ კურსების მონაკვეთი ეგრევე ვიდეოში და უფრო რენტალური იქნებოდა, იმიტომ რომ პრინციპში ვნახეთ რამდენი ნახვა და აგროვა. მიზანი მიღწეულია, ვიდეო გავარდა, ასევე როგორც უნდა და ყურადღება მიიქცია თავის მიმართ, მაგრამ შემდეგში როგორ შეეცდება ადამიანი თავისი პროდუქტის, ასე ვთქვათ, გაპიარებას და გაყიდვას, ეს უკვე საინტერესოა და ერენდო მწვადი და ქაბაბი თინათინო. კიდევ ანუ ძალიან რა თქმა უნდა მინდა აღვნიშნო და ვისაუბრო ალბათ საჭიროა თემაზე. ბიოლოგიური მოთხოვნილებები თქვენ ალბათ არ გაქვთ და არის სავარაუდოდ ჩვენი გულშემატკივარი იყო, რომელიც ანუ აღნიშნა რომ ესე ანუ ანუ მე მინდა გითხრათ მეგობრებო რომ რა თქმა უნდა ანუ ჩვენ ჭამთ ყველა ადამიანი იღებს საკვებს და ჰაუსში და ჰაუს გარეთაც ჩვენ ვართ მხიარული პოზიტიური ადამიანები. რა თქმა უნდა, როგორც ბევრი ფიქრობს, ანუ თავის მართლებასავით გამომივა, მაგრამ რეალურად, ანუ 200 კილოს რო ვჭამდეთ, ალბათ 200 კილო ვიქნებოდით და არა, ესე არ გამოიყურებოდით აშკარად და მინდა, ანუ განსაკუთრებული ადამიანებისთვის, ვისაც აქვს განსაკუთრებული ნეირონული კავშირები და ლოგიკურად ვერ აღიქვავს რაღაცებს, მინდა აღვნიშნო, რომ ხანდახან ჩვენ უბრალოდ ჩვენ თავს დავცინივართ, მხუმრობთ და ანუ ეს არის ჩვენი აუდიტორია და ვისაც ის თვითირონია არ გააჩნია, ეგ უკვე და ვერ აღიქვავს თვითირონია, ის უკვე ადამიანში არის პრობლემა. იმიტომ რომ მეგობრებო, ანუ ჩვენ ვართ ისევ და ისევ შემოქმედი ადამიანები, ჩვენ ვართ ადამიანები ყველა, ნუ ეს სცენის არტისტები ხო, ადამიანები, რომლების მთავარი ფუნქცია, მიზანი არის ხალხის
გამხიარებულა ემოციის გამოწვევა პოზიტივის ჩუქება და ეხლა მხოლოდ რა ქვია შემოდგომა ზამთარი ამ ყველაფრით ხო ვერ ასე ვთქვათ ვერ გამოიწევ ღიმილს და ხანდახან ჩვენ თავზე ვხუმრობთ ხან ასე დავიფარებთ რაღაცას ხან ისე ხან ნასკზე ბასანოშკს ჩავიცმევთ სიტყვაზე ანუ მაშინ ამას იმიტომ ვიძახდი რომ არ არის პრობლემა იმაში რომ იყოს სასაცილო შენ თუ გაქვს იმისი თვით შეგნება და იმისი ერთი ადგილი ასე ვთქვათ უნდა მეთქვა ის რა ქვია სიმამაცე რომ იყოს სასაცილო ამაში არაფერი არ არის და ასევე ანუ არაფერი ვერაფერს ვერ ვხედავ პრობლემას იმაში რომ ხანდახან ვიხუმროთ მწვადზეც, ქაბაბზეც, როლზეც, შაურმაზეც და რა ვიცი ეს არის უბრალოდ იუმორის ნაწილი თუ ვინმეს რა ვიცი ანუ და ვაფშე მინდა ვთქვა რომ მე ისეთი ჩქარი მეტობალიზმი მაქვს რომ ყოველ 2 საათში მშივდება და ანუ საკვებს ვიღებ და რა ვქნა ვიშმშილო ხალხო ანუ მართლა მაინტერესებს რას მთავაზობს ის ადამიანები რომლებიც დაგვცინის იმაზე რომ უბრალოდ ანუ საწყენი იყო რა თქმა უნდა რომ ჰაუსში ნუ ზოგიერთი ინდივიდუები ჩვენი მკვეთრად გამოხატული მტრები არ ჩამოვთვლი იმ ადამიანებს ვინც პირველი დღიდან რაღაცნაირად ცდილობდნენ ჩვენ გაშავებას და ნარატივების ხაზს უსვემდნენ ამ საჭმლის თემას თუმცა მინდა აღვნიშნო რომ ჰაუსში იმდენი საჭმელი იყო აი უბრალოდ ანუ ყოველთვის სავსე იყო ანუ საჭმლის პრობლემა არასოდეს არ იყო და რატო უჩდებოდათ ესეთი იმის რა ქვია ასე გეგონება ამ ჰაუსში მხოლოდ ჩვენ ვჭამდით თუმცა ანუ ყველას თავისი განსაზღვრული ნორმა ქონდა საჭმელის ვიღაცა ნაკლებს ჭამდა ვიღაცა ანუ რამდენიც უნდა და იმდენს ჭამდა რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ რომ ყველა ლუკმებს გვითვლის რა ვიცი ჩვენ არავისთვის არ დაგვითვლია ეს ლუკმები და რა გახდა ეს საკვები ყველამ თავის თეფს არავისთვის არ დაგვითვლია მეგობრებო ძალიან მინდა ხაზი გავხსნა არავის პატიოსნებაზე საუბრია არც ჩვენ პატიოსნებაზე არ გვისაუბრია იქ დაჟე ხუმრობდი რომ მე სად ვთქვი რომ პატიოსანი ვართქო ანუ რატომღაც ხალხს დარჩა ნარატივი რომ ჩვენ ვინმეზე საუბრობდით არასოდეს ანუ ეს ნარატივები აქედან იყო ესე გავრცელებული არავის ჩაცმულობაზე არავის გარეგნობაზე არავის საერთოდ რაც შეეხება ანუ არ მხოლოდ ქცევაზე ჩვენ გვქონდა უსვამთ ხას ეს არ შეიძლება სიტყვაზე მოქცევა როდესაც შენ სხვა ზიანს აყენებ მეტი არაფერზე და ამდენი ცილის წამება დღემდე ანუ იქაური ნარატივები ისევ გაჟღერდა და ვრცელდება და გათხოვებაზე კიდე ანუ კონკრეტულმა ადამიანმა თქვა რომ ჰაუსში გაზათხოვებლად შემოხვედითო არ გვინდა გათხოვება მეგობრებო თუმცა ჩვენი მიზანი თუმცა სხვა ადამიანის მიზანი იყო ჰაუსში ნუ მოკლედ ეს აღარ გვინდა მაგრამ აღარ გვინდა დავიწყებული თემა უბრალოდ საწყენი არის რომ ჩვენი ოპონენტების ნარატივები რომლების გავრცელებაც ცდილობდნენ ჰაუსში ანუ მიზანს მიაღწიეს და ეს რაღაც ნარატივები ეგრე დარჩა აი ეს არის ყველაზე საწყენი მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ გვქონდა ასე რომ რა ვიცი თუ ვინმესთვის კიდევ და კიდევ ფაქტი დამიდონდა თუ ვინმესთვის მე შეურაცხყოფა მიმეყინებინოს რამეზე მოვიხდი ბოდიშს იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ არავის გარეგნობაზე ჩაცმულობაზე და რაღაც იმაზე რაც ადამიანს არ შეუძლია აკონტროლოს და ის რაც სხვას ზიანი არ მოაქვს არაფერი არ გვითქვია არასოდეს არ გვითქვია არ ვიტყვი რომ არ ვიტყვით იმიტომ რომ ხა უცოდველი არავინ არ შეიძლება რაღაც წამოსწრ რაღაც მაგრამ ყოველთვის გვექნება იმის სიმამაცე და იმის დიდსულოვნება თუ რა ვიცი როგორ თქვა რა რომ თავი არ გავაპირო ანუ იმისი ძალა რომ მოვიხადოთ ბოდიში და ვინმეს გულისტკენა ანუ არაფრად არ ღირს რა კონკრეტულად აღარ მახსოვს რომელი ერის სიტყვები არის და სიტყვას ვერც გადმოვცემ მაგრამ
მოკლედ კაი არ გვინდა რა მახსოვს მაგრამ უბრალოდ არ მინდა ის რა ქვია ხაზი გაუსვა ახლა ხო და ის რა ქვია მოკლედ აი ესეთი ამბები რა ანუ ძალიან ცუდ ემოციებში ვართ ეს ორი დღე და აი გუშინ იმის მაგივრად რომ დავუშვათ ჩანთაკ გქონდა ჩასალაგებელი და ბათუმში მივდიოდით ნუ რაღაც გადაიდო ხვალ მივდივართ მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წინაზე ესენი არ იყვნენ მარიამს რომ იცავდნენ და ეხლა რამე ვთქვით მარიამზე კონკრეტულად მე უბრალოდ ის ვთქვი რომ ის ნარატივები რომლებიც ვრცელდებოდა ჰაუსის დროს და რაც ეცადეს გაევრცელებინათ ეს მიზანი მიღწეული იყო ქართულად არ ვსაუბრობ თუ ანუ რაღაც კავშირი გაგეწყვიტათ არა უშავს ანუ საღად მოაზროვნე ადამიანები ანუ კიდევ მინდა გითხრათ რომ ხანდახან მეგობრებო, ანუ თანამედროვეების პრობლემა არის ის, რომ სოციალური ქსელები, TikTok-ი და ანუ კონტენტი, რომელსაც ხშირად სკროლავ, აზიანებს ნეირონულ კავშირებს და შეიძლება უბრალოდ ადამიანი მიჩვეულია რაღაც ჰაუსს რატომ ვერ გაცდითო ზუსტად ჩვენ გავცდით ჰაუსს და ზოგიერთები ჩარჩენილები არის პატარა ფრაზის გაგებას და ძალიან გთხოვთ გაუფრთხილდით თქვენს ნეირონულ კავშირებს მიხედეთ და რაღაცნაირად აღადგინეთ ეს ყველაფერი რა ხდება მოდერატორები ჩვენი მოდერატორები თუ ვინმე არის აქ რა ვიცი დაამიუთეთ ეს ხალხი თუ არა და რავი რა გავაკეთო მე ვერც კი ვხედავ ამ კომენტარებს აქა-იქა ვხედავ ხო რავი დაამიუთე ალბათ ყველა მართლა და მართლაც მიდი ის რა შეშვით მარიამს და ჯავახოს მიხედვით შეშვებულები არიან ვის შევეხეთ დღეს ვინმეზე საუბარი იყო კაი არა უშავს ანუ ოკეი კაი ეს ჩვენი პროვოკაცია всё გავაგრძელოთ აი ამ შემთხვევაში რა შუაში იყო მართლა მარიამი და ჯავახა არ ვიცი ხო და ეს გვინდოდა გვეთქვა რომ საწყენი იყო რომ სხვა ჩვენი მკვეთრი ოპონენტების ნარატივები დღეს ჩვენი უახლოესი ადამიანისგან გვესმის და ეს არის რა თქმა უნდა ზუსტადაც რომ მეგობრებო როგორც ვთქვი ვიდეოში ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი სანამ ადამიანები არიან გადაკიდებულები სხვის ცხოვრებაზე სხვის ლუკმებით დათვლაზე სხვის ამბებით ანუ სხვის ამბებით იკვებებიან ცხოვრობენ რა ვიცი არ ვიცი ჩვენ არ გვაქვს იმის დრო რომ ყოველდღიურად შევხედოთ გადავხედოთ კომენტარებს და ლაივებს ვინ სად რას იძახის ჩვენზე და ასე შემდეგ არ გვაქვს ამის დრო იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება არის შევსებული სხვადასხვა საინტერესო ამბებით რა ვიცი უამრავი რაღაცა ხდება ჩვენს ცხოვრებაში თუმცა მშვენიერი კრუიზიდან დავბრუნდით მაგრამ ესეც არ შეგვარგეს როგორც კი მე მგონი ანუ ესეთი გეგმა იყო რომ ჩამოვსულიყავით იმიტომ რომ იქიდან პასუხს ვერც კი გავცემდით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებდით და რომ ჩამოვსულიყავით და ეგრე ესე რომ გვატაკოს ამ შემთხვევაში ეს ამბავი ანუ არ შეგვარგო უბრალოდ ანუ აი მართლა მე იმდენად მენანება ეხლა აი ის ერთად გამოვლილი დღეები და აი მაინც რაღაც განსაცდელში რო ხარ ხო ადამიანები ერთმანეთთან ახლოვდებიან ну ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვახლოვდებოდით ადამიანებთან და აი ის მოგონებები მე იმდენად მენანება ანუ ამ ლამაზ მომენტებს უარის თქმა და უკვე მე რამდენად ხდება ეს რომ მიწევს რომ ანუ იმის მაგივრად რომ
სურას მეგობარი მარიამი რატომ წაშალეთ მეგობრებიდან ნაწყენი იყო ლაივში მოვისმინე სრული ცილის წამება ჩაგვერთეს ლაივში და მე პირადად ანუ ინსტაგრამზე მარიამი მყავს დამატებული გამოწერილი შეგიძლიათ გადახვიდეთ შეამოწმოთ TikTok-ზე მე მარიამი ისედაც არ მყავდა გამოწერილი თუმცა მე მას ვყავდი და გუშინ შევამოწმე და თვითონ მაგან წამშალა TikTok-ი ჩვენ გვაქვს ისეთი პლატფორმა არის TikTok-ი რომ არ ვამატებთ აბსოლუტურად ყველას ვამატებთ ედიტორებს თან გვერდებს და ანუ შეიძლება იმ ადამიანებს ვისთანაც ერთად გავდივართ ლაივში ამდენი ცილის წამება აღარ ვიცი მართლა ამდენი ჭორი ამდენი ტყუილი რომელიც იქმნება ჩვენს მიმართ ანუ ისეთ რაღაცებს მეუბნებიან ხოლმე რომ სასაცილოთაც არ მყოფნის აი გამიფართოვდება ხოლმე თვალები ისეთ რაღაცებს ვკითხულობ მორიგ ჭორებს და ტყუილებს ჩვენზე ჩემზე თინათინზე და ანუ უკვე უბრალოდ დაიგნორების გარდა რეალურად არ გურჩება არჩევანი იმიტომ რომ ჯერ ერთი მართლა გადარეულები ვართ ამ ყველაფრის ანუ რეალურად ხალხო დამთავრდა ეს ჰაუსი მაგრამ ზოგიერთი ცხოვრობს ჯერ ამ იმიდან შოუდან არ გამოვიდა და ამ დვიჟენიებში არის რა არ იმდენი კარგი რაღაცა ხდება ჩვენს ცხოვრებაში და რეალურად არ გვაქვს დრო რომ აი ამ ინტრიგებში და სისულელეებში ჩავერთოთ ეხლა ყვებოდი ხვალ მივდივართ მეგობრებთან ერთად პიკნიკზე გვეღირსა მწვადებზე მივდივართ მაგრამ საბედნიეროდ ეს მეგობრები საერთოდ არ უკავშირდებიან მედია სფერას და ანუ იმ ადამიანების დაფასება დავიწყე ვისაც საერთოდ სოციალური ქსელები მაინც და მაინც არ აქვს უფრო და უფრო მე კიდევ ემზადებით ანუ კონცერტი გვაქვს 9 აგვისტოს ბათუმში რესტორანი გარდენია 7 საათზე და ასევე გადავიღეთ კლიპი და ეხა ვეძებთ კრუიზზე გადავიღეთ ლამაზი კადრები ანუ ვამონტაჟებთ და დავამონტაჟებთ ვეძებთ მონტაჟერს და დავამონტაჟებთ ამ კლიპს სხვადასხვა ქალაქებში გადავიღეთ ძალიან მალე იქნება კლიპის პრემიერა. ანუ რეალურად არ გვცალია, იმიტომ რომ შემოქმედებით ვართ დაკავებული, ჩვენი გზით ვართ დაკავებული. ჩვენი აი რა ვიცი გეგმებით რა ვიცი ყველაფერი ჩვენი ცხოვრებით არის იმდენი რამე იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ ვართ ანუ მარტო ამ შემთხვევაში როგორც სიტყვიან ხოლმე რა მარტოა ჩვენც მარტო ვართ ანუ ამ შემთხვევაში მე სწორედ გამიგეთ გულისხმობ იმას რომ ჩვენი ძალებით ხდება რა არ ვიცი კაი მიდი გააგრძელე ჩვენი შემოქმედებას, ანუ ჩვენ თვითონ ვაყენებთ ფეხზე. ჩვენი დაპროდიუსერებულია ჩვენი კლიპები, შექმნილია ჩვენი მუსიკები, ანუ ჩვენი ქმნით, ჩვენი ფინანსებით, ჩვენი ძალისხმევით, კოსტიუმები, ყველაფერი. და აქედან გამომდინარე, არ გვაქვს იმის დრო, რომ აი ასე სისულელეებში დავხარჯოთ დრო, ლაივშიც ზუსტად იმიტომ შემოდივართ ხოლმე ესე იშვიათად რომ ის რა ქვია ანუ არ ყოფნის რა ხელები და აი ესე ისა მე თან ცალითვალით ბორძიკი ძველი ზაპაროჟეცივით უყვები რა დავიტანჯებ ხო და არ წაიკითხო აუცილებელია რომ შენც წაიკითხო შენ სახე რო გეცვლება მე ვშფოთდები და მგონია რომ რაღაცა თუ რამეა ვიტყვი მიდგა ხო ჩვენც ძალიან გვიყვარხართ მეგობრები. ხო და ეგრე რა, აი ძალიან ბევრი SMS-ი მივიღე, კიდევ და კიდევ უღრმესი მადლობა. ლორენცოს გულშემატკივრებისგან მივიღე უამრავი მხარდაჭერის SMS-ი და ხალხი შეშფოთებულია, ყველა შეშფოთებულია, ჩვენ შეშფოთებული რა ხდება ღმერთო ჩემო. ხო და აი მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, აქ უმეტესწილად ჩვენი გულშემატკივრები არიან, გავიგე რომ არიან სხვა მონაწილეების გულშემატკივრებით შემოსულები, მაგრამ დაწნარდით დამშვიდით, არავინ არავის არ ეხება. ჩვენთვის ყველაფერი დამთავრდა, ყველას უსურვებთ თავის გზაზე, ყველას ისე გაუმარჯოს კაცო, როგორც საჭიროა და ანუ
რა ვიცი, ჩვენ ვართ კონცენტრირებული მხოლოდ ჩვენს შემოქმედებაზე, ჩვენს ცხოვრებაზე და რაღაც დავინახე. კაი. და ჩვენს წარმატებაზე. რა ვიცი მე, წარმატებული ადამიანები ზოგადად ასევე იტყვი, რომ რა სხვებზე არ ლაპარაკობენ. და რეალიზებულები ნამდვილად. ამიტომ ყველამ თავის საქმეს მიხედავს. როგორც ხედავთ, რავი, ჩვენ ამით ვართ დაკავებული, მაგრამ ყოველ ჯერზე აი ესე არ გვაცდიან. აი ესე აგვიღებენ ხოლმე და დღეს რა მოხდა? იცი დღეს რა მოხდა? და ყოველ ჯერზე გვიწევს ამ ყველაფერში გვინდა თუ არ გვინდა გვიწევს რომ ჩავერთოთ და გავარჩიოთ ვინ რა თქვა რატო და ასე შემდეგ ვინ რა დააკომენტარა. კაროჩი რა ძალიან დამღლელია მართლა ვერ ვიგებ რატო ჩემი ძვირფასი რესურსი ენერგია და დრო გამოვყო იმაზე რომ მორიგ სკანდალს და მორიგ ინტრიგას გარჩევაში ჩავერთო. დავიღალე აი მართლა რა გავაკეთო? აი მე დავიღალე თქვენს მაგივრად. ნამდვილად უამრავ ადამიანმა მოგწერა ვაიმე როგორ ვინერვიულეთ, ვაიმე გული გვტკივა და აი ნამდვილად როგორი დასაფასებელია რომ სრულიად ანუ თქვენ ხო უცხო ადამიანები ხართ მიუხედავად კი თქვენ ხართ ჩვენი გულშემატკივრები და უკვე ჩვენ ვართ ძალიან ახლო ადამიანები, მაგრამ ანუ არც ნათესაური და არც არანაირი ესეთი კავშირი ანუ არ იყო ხო და აი ღმერთო ეს არის სასწაული რომ თქვენ ესე იზიარებთ ჩვენ ტკივილს, ჩვენ სიხარულს ამრავლებთ და ტკივილს კიდე ანახევრებთ. აი ესეთი ადამიანები ხართ თქვენ და მხოლოდ არ დავიღლები ამის თქმისგან, მხოლოდ იმის გულისთვის, რომ ჩვენ ესეთი ადამიანები როგორც თქვენ, ჩვენო გულშემატკივრებო, გვყავს გვერდში, მხოლოდ ამით ვართ ჩვენ კიდე ძლიერები და ფეხზე ესე მყარად ვდგავართ, თორე მართლა გავაფრენდით ალბათ რა. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. აი საუკეთესოები ხართ. ყოველთვის ვიძახით და ვიტყოდით მუზების გულშემატკივრები არიან საუკეთესოები. და არაერთხელ დამტკიცდა ეს კიდე. ესეთ არის ჩემი გულები და ძალიან ბევრი ერთნაირი კაროჩე ვიღაცა წერს. საბას უოცავთ დაბადების დღეს. ჩემი ანგელოზები, ჩემი ძლიერი გოგოები, მე თქვენთან ვართ გოგოები, ჩემო ძვირფასო. უღრმესი მადლობა, ორომუზო. მადლობა, ჩემო ძვირფასო. ასევე არ შემიძლია არ ვილაპარაკო. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ესეც. საგულშემატკივრო ჩატს დღეს მომხდა ყურში რომ იყო რაღაც საუბარი საგულშემატკივრო ჩატზე. ჯერ ეს ერთი კიდევ ერთხელ გამოვთქვა უღრმეს მადლობას ჩვენს ადმინების მიმართ. ეს პატარა გოგოები, რომლებსაც არანაირი მითითება არ ჰქონდათ და ჩვენ ფაქტიურად ანაბიოსში ვიყავით იქ ანუ არაფერი. დამატთვის ეს იყო პირველი გამოცდილება ესეთი ანუ ურთულესი შრომის არაფერს არ აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ ჩატში ყოფილიყო ვინმეზე ცუდი დაწერილიყო ვინმეზე ანუ ყველა ზედმიწევნით ყველანაირად სუფთად და კარგად გადაიარა ყველაფერმა და აი მუზების ჩათი იყო სამაგალითო ჩათი ნამდვილად და ეს იყო ამ გოგოების დამსახურება კიდევ და კიდევ ჩვენი ადმინების და აი რა ვიცი რა მართლა ამაზე საერთოდ როგორ შეიძლება საუბარი აი არ ვიცი რა
იმიტომ რომ ნუ ვინც ხა ბევრი იქნებით აქ ვინც იყო იმ ჩატში და უკვე აღარ არის გასაკვირი მორიგი ცილის წამება უკვე მივეჩვიეთ ამას და რა უნდა ვთქვა ეხლა ვინც ანუ სამი თვე გვიყურებდა ადამიანები გვიყურებდით და უკვე ყველამ კარგად იცის ვინ რას წარმოადგენს და რამდენი თვე არის და ისა დამთავრებული 4 თუ 5 თვე ეხლა მე 7-ია მე 7 -2 5 თვე არის გასული რაც დამთავრდა ჰაუსი და ამ 5 თვის მანძილზეც ჩვენი მაყურებელი ძალიან დაკვირვებით ზის ხოლმე ლაივებში უყურებს ხოლმე ადამიანების სტორებს და პოსტებს მოკლედ რა თქვენ ჩატი იყო ყველაზე კარგი ინტრიგების და გეგმების გარეშე ხოლოდ მის მიცების დროს მოგიზდება მადლობა დიდი მადლობა Moonchild და მადლობა რომ რა ვიცი რომ კიდევ ერთხელ ამას აჟღერებთ და ჰაუსის მონაწილეს არ აქვს ასეთი რეიტინგი როგორც თქვენ მადლობა ჩემო ძვირფასებო ეს რეიტინგი კი არ არის ეს არის თქვენი სიყვარული და ეს ანუ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ თუ ოდესმე რამეზე მიოცნებია ეს ყოფილა იმაზე რომ ჩემი შრომა ჩემი სული და ჩემი ის რასაც მე ვავრცელებ ჩვენ შემთხვევაში ყოფილიყო დაფასებული და ხალხს დაენახა ჩვენი სულები ჩვენი შრომა ჩვენი შემოქმედება ჩემი ოცნებების 1000%-ით შესრულებაა ის რასაც ჩვენ თქვენგან ვიღებთ ეს რეიტინგები კი არ არის ეს არის თქვენი უკიდეგაზო სიყვარული, უსაზღვრო სიყვარული, დაუფასებელი სიყვარული, შეუფასებელი და ანუ უღრმეს მადლობას გიხდით ამ ყველაფრის გამო. მოგიხდითო თუ როგორ იყო დღეს რა შენიშვნა მოგცეს. ხა გამახსენდა მოგიხდით. მოკლედ მოგიხდით ბოდის, გადაგიხდით მადლობა. ხო და გიხდით შემოძირფასებო, ანუ თქვენი სიყვარული მე ძალას მაძლევს რომ ვიყო. აი უღრმესი მადლობა და მთელი ჩემი არსებით გულს გიხსნით და გიგზავნით უსაზღვრო მოფერებას, უსაზღვრო სიყვარულს, იმიტომ რომ აი მართლა თქვენ ხართ საუკეთესო, თქვენაირ ადამიანებზე ეს სამყარო ტრიალებს, თქვენ ატრიალებთ დედამიწას, იმიტომ რომ მხოლოდ იმ ადამიანების გამო რომ ის სულშიც სიყვარული ჯერ კიდევ არსებობს, ჩვენ ვარსებობთ, თორე ბოროტება გადაფარავდა დედამიწას და გაგვანადგურებდა, იმიტომ რომ უმრავლესობაში არიან და ვართ მე არ შემწყვი, იმიტომ რომ ჩემ სულშიც ცხოვრობს სიყვარული ამ სამყაროს და ადამიანების მიმართ და აი ამ სიყვარულის გამო ჩვენ ვარსებობთ და არა სიბოროტის გამო. ბავშვების ჩაწერა სიტყვით სხვათა შორის ბავშვებზე გვინდოდა. ხო, ბავშვებზე მინდოდა თქმა. არაერთხელ მithქვამს. ნუ იქ სადაც მე ზოგადად მოვიხსენიებ გულშემატკივარს, რა თქმა უნდა, აქ არის ანუ რა ვიცი, არც კი ვიცი პროცენტულად ვინ უფრო მეტია ბავშვი თუ ზრდასრული ადამიანები, მაგრამ ბავშვები, რომლებიც გვიყურებენ, ჩემთვის ყველა თითქმის ასე თუ ისე ყველას ვიცნობთ ესე, ნიკებით ასე თუ ისე სახელებით პლუს მინუს ვიცნობთ და თითოეულ მათგანი არის ჩვენთვის ჩვენი მომავალი, ჩვენი აი რა ვიცი, ბაჯაღლო და ფასეულობა და აი ყველაზე ძვირფასი რაც კი გაგვაჩნია ჯერ ეს ერთი ჩვენ და მეორედ საქართველოს. არაერთხელ მithქვიეთ, ნუ ზოგადად ხომ სოციალური ქსელების მომხმარებლები უმეტესწილად ხა უდიდები ისე არ სკროლავენ, როგორც ბავშვები სკროლავენ და ჩვენ ყველა არაერთხელ მithქვია, ჩვენ სხვა მონაწილეები, სხვა ტიკტოკერები, სხვა მომღერლები, ანუ ადამიანები, რომლებიც ასე თუ ისე ჩანვართ, ვართ ამ პატარების მაგალითები. ანუ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ზეგავლენას ვახდენთ
ჩვენი ბავშვების აუდიტორიაზე. გვინდა თუ არ გვინდა, ბავშვები ჩვენგან იღებენ მაგალითს. გვაქვს თუ არა გვაქვს ესეთი, ასე ვთქვათ, რა ქვია, მიზანი, რომ ვიღიმე აღზარდოთ, ჯერ ეს ერთი ვერავის ვერ აღზრდის. ადამიანი მხოლოდ შეიძლება თავისი თავი აღზარდოს და თავის თავზე იმუშაოს და სხვა ადამიანები, თუ ბავშვები, თუ შვილები, უბრალოდ მის მაგალითს გადაიღებენ და გახდებიან ცოტათი მასზე მიმსგავსებულები, იმიტომ რომ ჩვენ ასე თუ ისე ყველანი ადამიანის თვისება ის, რომ ვბაძავთ ერთმანეთს, ესეთი არსებები, ესეთი ბიოლოგიური არსებები ვართ. და ყველა ჩვენგანის უდიდესი პასუხისმგებლობა, რას ვამბობთ, როგორ ვიქცევით, რის ტრანსლაციას ვაკეთებთ, იმიტომ რომ დღეს და ხვალ ჩვენი შვილები გაიზრდებიან იმ საზოგადოებაში, რომლებსაც ჩვენ ახლა მაგალითს ვაძლევთ და ეხლა დღეს ჩვენ რო არ ყავს შვილები და სხვებს რო არ ყავთ შვილები, ოდესმე ხო გვეყოლება კაცო, შეიძლება არ ყავდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალაუნებურად ეხლაც კი ჩვენი შვილების აღზრდაში ვიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეხლა ის პატარები, რომლებიც ჩვენ ეხლა გვიყურებენ, ჩვენგან იღებენ მაგალითს და ეს იქნებიან ის ადამიანები, ვინც იქნება ჩვენი შვილების გარემოცვაში, სიტყვაზე, ხო? ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი არ არის უბრალოდ ხუმრობა და ეს არის ყველაფერი, ანუ ძალიან გლობალური რაღაცები და ამაზე ყველა ზრდასრული იმიტომ ხარ და 18 წელს იმიტომ ხარ გადაცილებული, რომ უნდა იფიქრო, თუ არა და თუ შენ არ გჭირდება ბავშვების აუდიტორია და წარამარა ბავშვებია და აღლაპებია და ასე თუ ისე თუ უწოდებ, ხო? დახურე შენი გვერდი, ჩემო კარგო, გააკეთე 18+ კონტენტი, მაშინ შექმნე 18+ კონტენტი და ის ვინც დაგემატება გადაამოწმე, არის თუ არა ადამიანის სრულწლოვანი, რომ მხოლოდ მათთვის შექმნა შენი პროდუქტი, შენი კონტენტი, შენი ვიდეო და ასე შემდეგ, მაგრამ რა? არ აწყობთ ეს, იმიტომ რომ მე როგორ გავარდება. ანუ მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ყურადღება გმართებს ჩვენ ყველას იმაზე, რა გადმოდის ჩვენგან და ჩემო პატარებო, ჩემო ძვირფასებო, მე მინდა ყველას ჩაგეხუტოთ, მე მინდა ყველას მოგეფეროთ. რაც შეეხება ბავშვების ჩატს, არ გამინაწყენდეთ ჩემო ძვირფასო უფროსებო, მაგრამ ჩემი ბავშვების ჩატი ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ჩათი ინსტაგრამზე უმეტესწილად და ყველაფერს მირჩევნია. ესე იგი, ესე იყო ხოლმე ყოველთვის ბავშვების ჩატში რა შევდიოდი. პოზიტივით ამავსებენ ჩემი საყალები ძირების ჩატში რო შედიხარ, აი ჰუი რაღაცები ხდება, ვაიმე დედა. იქ კიდევ ყველაფერი, ანუ მე იმას კი არ ვიძახი რომ რაღაც, ანუ იმის თქმა მინდა რომ ბავშვები არიან წრფელი სიცოცხლისები და სიცოცხლის საწინდარი და უნდა გაუფრთხილდეთ სულ ყველანი. ხო და რავი, რა უნდა მეთქვა კიდე. მოკლედ ერთი სიტყვით, ჩემო ძვირფასებო, უამრავი გაუხსნელი SMS-იც მაქვს პირად შეტყობინებებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგწერა. SMS-ებში ბევრმა ადამიანმა მოგწერა თავისი თბილი სიტყვები, თავისი მხარდაჭერა და აი მინდა რომ უღრმესი მადლობა გამოვხატო ყველას მიმართ. უღრმესი მადლობა გამოვხატო ემიგრანტების მიმართ, რომლებიც აი დაუღალავად ჩვენს გვერდით არიან და მართლა დედებივით და დეიდებივით და მამიდებივით კვალელში ყოფენ და თანადგომას. რა ვიცი, საუკეთესოები ხართ ჩემი ძვირფასო, აი საუკეთესოები. მართლა ყოველთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყოველთვის ვიძახდი და გავიმეორებ, ყველაზე დიდი ღმერთის საჩუქარი ხართ თქვენ ჩვენთვის, ძვირფასო მეგობრებო. და თუ რამეზე ინატრებს ადამიანი, აი ესეთ ადამიანებზე გვერდით რა, ჩვენ ამით მართლა აი ძლიერდებით რეალურად. ეს არის ფაქტიურად ეხლა ძირითადი რაც გვაბედნიერებს, აი თქვენი თბილი სიტყვები თანადგომა. ძირითადი კი არა, ერთადერთი მე მგონი. ხო რა, ფაქტიურად ეგრე გამოდის. გულო დარინა, დიდი მადლობა საჩუქრებისთვის. უღრმესი მადლობა მეგობრებო. ძალიან გვყვარხართ და რა ვიცი, იმედია ეს ყველაფერი
ეს ისენი რაღაცეები ხომ მიხდით, ოდესმე დამთავრდება და დავისვენებთ, იმიტომ რომ უკვე განუწყვეტლივ 7 თვეა, ხო, გამოდის თუ 8 თვეა უკვე ვეღარ ხვდები რამდენი. მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი. მოკლედ 8 თვე ვცხოვრობთ ნერვების შლის რეჟიმში. მოკლედ გამოუშვით თქვენი კითხვები, შევეცდებით ასე თუ ისე გავცეთ პასუხი. აი ხა მარტო რო გავდივარ ხოლმე, ეხლა ხო რამდენი ვილაპარაკე. მარტო რო გავდივარ ხოლმე, გოგო, ვერ ვლაპარაკ. იცი რატო? კითხე აბა რატო? აბა რატო? იმიტომ რომ მე ვარ შენი მუზა. ჩემი ცხოვრებათი, ჩემი ციკუში მადლობა. მიყვარხარ, ნია, უღრმესი მადლობა. ციკუში. სად ცხოვრობ თბილისში? მოუწოდეთ კიდევ ხალხს, რომ სხვის ლაივში აწერონ და დაასეულონ ეს ჭორები. ვერ მივხვდი. და აბა მაწერე, მაჩვენე. აი. ვერ მივხვდი. არა, ეს ხო ყოფილა. აუ მიკურს იმ ხალხის, რომლებსაც თქვენ არ უყვარხართ. ნუ ეხა ყველას ვერ შეუყვარდები, კაცო. ზოგს როგორც თქვი, მღვდელი უყვარს. მოსწონს და ზოგს ბოდლის ცოლი და ანუ ასეა, რომ ყველას თავისი გემოვნება აქვს და მოიცადე ფატი იძახის ხოლმე რომ ერთნაირებიო რაღაც ეს გამონათქვამი აქვს ხოლმე რომ როიცი ერთნაირებიო ერთმანეთისკენო და რაღაცას უერთდება ხალისი თუ უნდა ვკითხო. ხო და ანუ მაინც ხა ინტერესების მიხედვით სიტყვაზე ერთნაირისკენ იწევს. ნუ ასე თუ ისე. მიყვარხართ, მადლობა. თბილისში საგულშემატკივრო შეხვედრა გვინდა. შეიძლება ვიფიქრებთ ამაზე. ბათუმში როდის ჩამოხვალთო? ბათუმში ჩამოვალთ ალბათ 8-ში და 9-ში გვექნება კონცერტი. ან რა ვიცი, შეიძლება ცოტა, ანუ არ ვიცი, იქ შეიძლება ცოტა ადრეც ჩამოვიდეთ. ფსიქოლოგია ყოველ დღე. ღმერთო, ეს ფსიქოლოგია ყოველ დღე წერს კომენტარს და ანუ აი ნუ უკარგავთ ხალხს ესეთი ფსიქოლოგები, რეალურად ფსიქოლოგების ნდობას. იმიტომ რომ არსებობენ რეალურად კარგი ფსიქოლოგები და არსებობენ როგორ თვითმარქვია ადამიანები, რომლებიც ხართ თქვენ მაგალითად, რა დაწერა? მითხარი უნდა გავწე პასუხი. ძმები ხართ? კი, როგორ მიხდით? დინი და სემი. ვინც მიხვდება ყოჩაღია. მე დინი ვარ. იმედია ხვალე მაინც კარგად გავატარებთ დროს და არავინ არ ჩაგვიშხამავს. გეგონოს. იმედია. აი მე თავი როგორ მტკივა. აი მოდი აბა რა ვიცი, ხარ ვეთამაშოთ ვინმეს ცოტა ხანი ბარემ ხარჯია. მე არ ვიცი, შენ თუ ვითამაშები. აი მე დინ როგორ გიცემს გული, უჟას. მანდაც იგრძნობა.
აბა ვინმეს თან ვითამაშ არ ვიცი რა ვიცი I couldn't breathe dun 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 da ასე რომ დაელოდეთ ახალ კლიპს და კაცია ჩართეთ თუ გინდათ არა დავითზე თამაშეთ კარგი ახალგაზრდა დავითი ეხლა არ არის ლაივში როგორც ვხედავ იმიტომ რომ გამოწერილი ყავს მაგრამ არანთია და რო ყოფილიყო რატომაც არა ვეთამაშებოდით აი მე დედა დავითი ერთი ის მკითხე უნდა გავაკეთო მეც ერთ რა მკითხე გკითხეთ ეგრევე აქ და დაძველ და აქტუალობა თამაზამ ჩართო ლაივი და ვინ არის თამაზა რავი ალბათ სარკასტიკის თამაზაზე საუბარი აქა დავითიო აქა ბასად იმაში ვინმე თავი ჩვენ ეთერშია არ არის მადლობა მემბერის გულისთვის მეზისხებით სამწუხარო არის კარგი იქნებოდა რომ ყვარებოდით მაგრამ არა უშევს ის სიყვარულიც გვეყოფა კი აქ იყო ალბათ გვიყურებდა აქ იყო კი ის გვაჩუქა რა ქვია რაღაც ვარდი თუ რაღაცა და მადლობა გადაუხადა კიდევაც მაგრამ ლაივში არის თორე დავამატებდი მე დამცხა ბიჭუნა ბადარამ თვარე და ბადარამზე მე თუ არ დღეს ვარ დარდი ვარ კონეს ვარ ხვალ იქნება ქვეყნა და არც ვიყომე ნაი ნა ნა 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 ო რავი ჰა Здорово, Бондо სადა. სავარაუდოდ Бондо არის საჭარაში. ბათუმში. ჩვენ ჩამოვედით კრუიზიდან, ნელ-ნელა ვდებთ, მაგრამ ვინდა გაცადა გამოვშტერდი გუშინ ვიდეოების დადება. რაის ვიდეოები კრუიზიდან. გამომეთიშა ტვინი. შოკისგან. თიკადაწყვეტა ეთამაშები ვინმეს თუ კაი რავი არ ვიცი რა ვქნა თუ ითამაშოთ სიმართლე რომ გითხრა ჩვენი ძილის დროც კი უკვე ღამე არის 12 საათი და მოგეთ შევეცდებით რომ ხალ შემოვიდეთ ლაივში ხო რავი გააჩნია რა და რო თუ დაიჭერს ინტერნეტი ვისაც არა გაქვთ გამოწერილი გვერდი მეგობრებო შეგიძლიათ გამოიწეროთ მადლობა მემბერის გულისთვის თინათინ გთხოვე პასუხე შენი პატარა ფანი არანაირი საუბარი არ იყო მეგობრებო ჩვენთვის იყო შოკი ვიდეო რომ ნახეთ ერთი რასაც ვიტყვი როგორც მოწმენდი ცაზე გავარდნილი ეკა კუხები თუ რა მოკლედ დაგემშვიდობებით
არა ალბათ. მეხი. მეხი დაგიცა. იყავით. კრუიზზე მოგიყევით. საინტერესო კითხვა. მოკლედ კრუიზი არის მეგობრებო ძალიან საინტერესო გამოცდილება. ძალიან სასიამოვნოა, როცა ღია ზღვაში ესე მიქრი ხარ და ეს ქარი შენ თმებს ესე აფრიალებს. ფანტავს, ანუ ძალიან მაგარი იყო. და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, როცა გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ანუ ერთ მოგზაურობაში გამოისეირნო სხვადასხვა ქალაქებში რა და ესე შეიჭყიტო, ანუ ყველაზე სანახაობრივი ადგილები ნახო და შემდეგ ქალაქში გადაერთო რა და მართლა ესე იღვიძებ და ან იღვიძებ ახალ ქალაქში, ან უახლოვდები და ეს სანაპიროები ლამაზად ეს გემი რო უახლოვდება და შენს თვალებ წინ ეს ახალი და ლამაზი ლაღი პეიზაჟები რო იხატება და ესთეტიკური სიამოვნება, რა თქმა უნდა, აი პიქსე იყო. ილაპარაკე. ეხლა მე ვეღარ ხო და არ ვიცი რეალურად ყველა ოდესმე უნდა წავიდეს კრუიზში და თვით თავის თავზე განიცადოს ეს ემოციები რა და ეს ზღვა ღმერთო, ну, რა ვიცი, ხე შავი ზღვა მე დიდად არ მიყვარს. სიმართლე გითხრათ და ხმელთაშუა ზღვაში ვიბანავთ ჩვენ და ადრიატიკის ზღვაც გავია. ხო, მაგრამ იქ არ გვიბანავია უბრალოდ. ხო. ну, ხმელთაშუა ზღვა ზოგადად ჩვენ გვიყვარს რა. ხო. ხო და ну შავი ზღვა ნაკლებად მარილიანი ზღვა არის ის რა ქვია და ესეც არის რა ანუ წყლის ის მას შვება სიმჭიდროვე ქვია მე მგონი ანუ აღარ მახსოვს სიტყვა ზუსტად ქართულად ხო და აი სხვათა შორის ერთ-ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით რომ თურქეთში არის ესეთი რა ქვია რაღაც ლეგენდასავით რომ მოკლედ რაღაც გამონათქვამია რომ ხმელთაშუა ზღვიდან თურმე გემები შავ ზღვაში რო გადმოდიოდნენ იმის გულისთვის შავი ზღვა ნაკლებად მარილიანი იყო ну ბევრი გემი იძირებოდა თუ არასწორად იყო გათვლილი ხო და რაღაც ზღვაში ცრემლებზე შავი ზღვის ცრემლებზე რაღაც ეგეც მახსოვს რომ იყვებოდნენ ხო და ის რა ანუ ეგეც არის რომ რაც უფრო მეტი მარილია ზღვაში მით ნაკლები ბაქტერია არის იმიტომ რომ ეს მარილიანობა არეგულირებს ბევრ რაღაცას საინტერესო ფაქტია ხო ერთადერთი რავი კრუიზში სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ანუ არანაირი რყევა არ იყო ჩვენ ვიყიდეთ ისინი წამლები ისინი რომ რყევისგან გვინდოდა ну თუ მაგალითად აუბრუ დაგვეხვეოდა შეგვარყევდა ხო არ ვიცი დაავადება რაც არის თუ დაგვემართებოდა ხო ეხა წინასწარ და კრუიზზე პირველად ვიყავით ხო და მოკლედ ვაფშე უკაცრავად ვაფშე არანაირი რყევა არ იყო რა ну ოდნავ ეხა იგრძნობოდა ქარიან ამინში, მაგრამ აი საერთოდ ანუ შეგრძნება არ იყო. ჩვეულებრივად ესე როგორც გეძინა. და გეღვიძა და ну короче вообще არანაირი შეგრძნება არ იყო, არაფერ თავბრუ არ დაგვეხვა. ამიტომ ესეთი ფაქტიც არის, რომ თუ ვინმეს ამის გეშინიათ, მსგავსი არ არის. კიდე რა იყო აბა ცხელოდა სიმართლე გითხრათ დღის
მაგრაცხელო ვაიმე, აი მაგრაცხელო და ვიწოდით. მე დავიწვი, დიანაც დაიწვი. ვაიმე, აი მქონდა აი ძალიან, короче, იმენა ის ყავისფერი ის მქონდა კიდე ერთი როგორ კიდე ერთი ცხვირი ამოვიდა. მოკლედ მე გადამწვა. ის რა უყავი? გადაცრა. ხო, ძალიან დავიწვი. ეს დროშასავით ხონდა. აი გადავრჩი მე ვიმალე. ვაგას გადამწვა ცოტა. არა უშავს ხა. დავიმატებთ ბათუმში რუჯის და რუჯი მოგვიხდა კი. ხო და კიდე აუსაიდან მეცნობით. არც კი ვიცი რა გითხრათ, ვერ წარმომიდგენია. კაროჩე წავედით, სიმართლე გითხრათ ძალიან მინერვიულად თავი ძალიან ტკივა და მოკლედ დაგემშვიდობებით რა. რა ჩამრთეთო 2 წუთიო. მე მგონი ბავშვები წერენ და სადგიპოა ბაჩემ მშვენიერო. ჩამრთეთ გარეთ გამოვედი, ვიყინები 2 წუთი თუ ვაიმე ჩემო პატარა როგორ ჩაგრთო. აი მიდი ჩართე. სიყინები გოგო გაფხულია. როგორ იყინე? ანუ ცივა გამოვედი მო. როგორ ხარ? ვიცი თქვენ როგორ ხართ? მომენტა. მინდა გამოვიყენო ეს სიტუაცია ჩვენი ერთ-ერთი ედიტორი რომ ყავს ეთერში და კიდევ ერთხელ გვინდა ყველა ედიტორებს მოუხადოთ თუ გადაუხადოთ. ისე დამოვიდა. მოკლედ განსაკუთრებული მადლობა მივუძღვნათ. ედიტებისთვის ჩვენო ჩიტებო ძალიან გაფასებთ და ვაბედნიერებს თქვენი ედიტები რა ვიცი რა აი მართლა ძალიან კბილად იმან მიყვადის ხოლმე გულამდე და ყველანაირად თქვენი მონაწილეობა როგორ ხართ გოგო ვაიმე მერინში ყველანაირად თქვენი ანუ მონაწილეა ერთი რაღაცა დარეპოსტება არის ჩემთვის მართლა გახარება და мотиваცია ყველანაირი ვაიმე და მე ელენე მინდა რომ ყველაზე ძალიან მიყუჩებს მეთქი მიჩუხდება გული ჩვენ დობაზე რო იქმნება ედიტები აი რეალურად ყველაზე საყვარელი ედიტები არის ჩვენ დობაზე დიდი მადლობა ჩემი ანგელოზები ბავშვს ვინც ჩვენ დობაზე აკეთებს და ვაიმე ამას წინათ დედიკო რო შემოდის მაშინ ჰაუსში ეგეთი იყო და აი ერთი ჩემი ერთი ანანო ვარ მე ვიცი ხო და რა ვიცი მეტი ედითი ჩვენ დობაზე თინათინზეც და ჩემზეც ძალიან გუყარხართ მეგობრებო და ნენელა დაგემშვიდობებით უკვე იმიტომ რომ ცოტა მოვიდეთ ჩვენს გონზე ელენე ხალე გვაქვს ატკე ხალე ბევრი ფოტოების გადაღებას ვაპირებთ და ხო უნდა ვიყოთ საერთო ფოტო გადაიღეთ ძალიან გთხოვთ საერთო ფოტო გთხოვთ აი მე გოგო იცი რა მართლა საერთო ფოტო კი არა ერთი ფოტო შეგვიტყუპე რა გავიცნა კვიზე საერთო ფოტოს გადაღება ერთი საერთო ფოტო გადაიღოთ რომ პროფილზე დავაყენო მე მეცახა საკეთია ვამთქნარებ ვიღაცამ გაგთვალა თქნარება დაგვიწყო ესა მესა გადის არა ეგ შელოცვა საყოლელია თვალები გამიფართოვდა ხო ეხლაც კი არელოდი ხო მე ვერ თავჯერ კამერას ალასია მალასია ხო მაგრამ აი ყველას ეს
ვინც ცუდი თვალით იყურება. აი მე თქვენიც გიყურეთ თუ თვალით ესე იგი ნო ან აღარ მახსოვს ჩასტიზო ხოლმე ლაივი თვალი ვახსენე და ძალიან მომკლე. ესტახი აი მე ნუ კანკრებ საუკეთესოები ხართ თქვენც ჩემო ძვირფასებო. ვიყვარხართ და ეს გულები თქვენ და ავედით ხამე მშვიდობი. ესა მე გადის ესა. აუ ელენ ჯერ ვიცით ძალიან გთხოვ მე მინდა გავაკეთო ეს გული და იცება იქ საერთო გული ჩასკრინე ეს თემი ის თვალით გამოვიდა. გოგოებო ერთი გული გაკეთეთ საერთო ფოტოსთვის აუ ძამ ჩავსკრინო სიო ჩავსკრინე ჩაგიგდებ მოიცა. მოიცა სიო ფოტოსესია მოგვიწყეს მოკლედ. კარგად აბა მეგობრებო გემშვიდობებით და ღამე მშვიდობის ძალიან გვიყვართ. აი მე მადლობა სიხარულები თქვენი თავები ყავს. ჩვენი ფარველი ანგელოზიკები ხართ. თქვენ კიდე ჩვენი პაკა პაკა. გვიყვარხართ მალასია ფეგილოცავ თვალასია. Ha 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 ha.